ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი უწყებათა შორის კომისიას და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს. ვანო მერაბიშვილმა დღეს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა პარტიის აქტივისტების პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. მისი თქმით, 1 ოქტომბრიდან დღემდე პარტიული ნიშნით 2000-მდე ადამიანია დაკითხული. ის აპირებს პირადად გაუგზავნოს სოლიდარობის წერილი ყველა მოქალაქეს, ვინც დაკითხვაზე დაიბარეს. პარტიის გენერალური მდივანი მზადყოფნას გამოთქვამს სხვების ნაცვლად თავად უპასუხოს გამოძიების შეკითხვებს. 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაიწყო მასობრივად და სამწუხაროდ დღესაც გრძელდება ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მასობრივი დაპატიმრება, დევნა, დაშინება, მუქარები. 2000-ზე მეტი ჩვენი აქტივისტი იქნა დაკითხული და ეს დაკითხვები სამწუხაროდ დღესაც გრძელდება. მე მინდა შევახსენო ხელისუფლებას, რომ მას აქვს დადებული პირობა, რომ წინა საარჩევნო პერიოდში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების წინააღმდეგ შეწყდებოდა სამართლებრივი დევნა. შეგახსენებთ, რომ 27 აპრილის საქართველოს 3 რაიონში, ნადავლებში, სამტრედიაში და ბაღდადში იმართება გამოტოვებული პარლამენტის წევრის გამოტოვებული მაჟორიტარ ოლქებში არჩევნები. ჩვენი პარტიის აქტივისტების დიდი უმრავლესობა აქტიურად არის ჩართული ამ წინასაარჩევნო კამპანიაში და მე იმედს გამოვთქვამ, რომ მთავარი პროკურორის მიერ დადებული პირობა შესრულდება.